ძალიან გენდობოდა მამაჩემი. ძალიან ძლიერი კაცი იყო ანდრეევიჩი რა. არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს. ანდახანაი ჩემს თავსაც ვადანაშაულება მომბავში რა. ბოლოს იმდენ ადამიანთან ქონდა დაპირისპირება, ბრძოლა, რომ მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა რა. ფილმზე გაკეჭვე? წინასწარ არ მინდა დასკვნების გაკეთება, მაგრამ ამაზე ხელის მომწერი უამრავი ადამიანია. ასე ადამიანი მოწყობილი რა. როდესაც რაღაც მიზანს დაისახავს და თავის ზეძლიერს მის შინაგან შესაძლებლობებს ვერ უპირისპირებს, მერე თავის განვითარების ნაცვლად ცდილობს ის წინდგომი მოიშოროს და ასე წინა საფეხურზე დაიმკვიდროს თავი. გეგას გულისხმობ? არა, მარტო გეგას. გითხარი, არ მინდა წინასწარ დასკვნების გაკეთება. სხვათა შორის ანდრეევიჩისგან მოქვს ნასწავლი, რომ არასწორი ადამიანის დადანაშაულებით ეს სწორედ იმ დამნაშავეს უკვალავ გზას. ასე რომ მოვიცადოთ რა. ცოტა ხანი მოვიცადოთ. ეს ამ კომპანიებსაც უნდა მიხედოს ვინმე, თორე ასე დიდხანს ვერ გავუძლებთ რა. ვის გულისხმობ? ვარც კი ვიცი ვის. ეხლა ისეთი დროა, რომ ვერავის ვერ ენდობი. თან ბოლო დროს ანდრეევიჩს ყველა მზურგი აქცია. ერთადერთი ადამიანი, ვინც დარჩა, ვინც ამ საქმეშია ჩახედული და თან მამაშენის ბოლომდე პატივს სცემდა და ენდობოდა, კი იცი რომ მე ვარ და შენ თუ შენ გადაწყვეტ რა ვიცი. პირველ ეტაპზე მე უხელმძღვანელებ ყველა კომპანიას. შენც დამჭირდები რა თქმა უნდა. დრო რო გავა მე მივხვდებით ვის უნდა ვენდოთ და ვის არა. არა, მე უნდა მენდო ფაქტია. ფაქტი ისაა რომ მამაჩემი მოკლეს.